დიდება იესოს. მერთი არის დიდებული. მეორე კორინთელთა 9:15-ში წერია, მადლობა ღმერთს მისი ენით აღუწერელი საჩუქრისათვის. ყველა საჩუქარი, რომელიც არის ზეცაში, ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. ღმერთს აქვს საჩუქრები ჩვენთვის. ეს არის ჩვენი განკურნება, ეს არის ჩვენი სიხარული, ეს არის ჩვენი ცხოვრების შეცვლა, ეს არის ჩვენი სილაღე. ყველაფერი გვინდა მივიღოთ ღმერთს, ყველაფერი შეუძლია. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, თქვენ იცით რომ ბევრ ქვეყნებში მოხდა რეფორმაცია, მაგრამ საქართველოს ჯერ რეფორმაცია საქართველოსთვის არ ჩამოუვლია. თითქოს აი რაღაც განაპირათა ვართ, აი ქუთაისი მაგალითად ხო? ითვლებოდა რომ რკინიგზის ქსელი რო იყო სამტრედიიდან მოსკოვამდე მიდიოდა და ქუთაისი გვერდზე იყო, არ იყო ამ რკინიგზის დიდ მაგისტრალში და სპეციალურად უნდა გადმოსულიყო ქუთაისკენ მატარებელი და ყოველთვის სირთულე იყო ეს რაღაცა, ჩავდიოდით რიონში და რაღაცა. თითქოს საქართველო არის აი ესე რაღაც ცენტრალური მაგისტრალის, ღმერთის ცენტრალური მაგისტრალის მიღმა დარჩა ეს ქვეყანა. ეს ღმერთის სიტყვა გაიარა ევროპის ქვეყნებში, ამერიკამდე მივიდა, შეიცვალა სიტუაცია, ეკლესია საქართველო გვერდზე დარჩა ისევ ამ ესე იგი შუა საუკუნეებრივი აზროვნება ყველაფერში. ამიტომ ლოცულობ იმისათვის რომ საქართველოში შემოვიდეს ეს სიო ღმერთის სიტყვისა, ისევ წმინდა გიორგიმ დაგვიფაროს, ისევ წმინდა გიორგიმ გაიმარჯვა ბოროტებაზე. აი, როდესაც ვკითხულობ ისეთი განათლებული ხალხის ნაშრომებსაც, ისევ ჩვენი სიმბოლო არის წმინდა გიორგიმ გაიმარჯვა ბოროტებაზეო. ესე იგი, ეხლა მას ნახულობდი ეხლა ინფორმაციას და ეს წმინდა გიორგი აქვს რუსებსაც, მოსკოვსაც, ამ ესე იგი უკრაინასთან ომში წმინდა გიორგი აქვს ამ რუსებს და ეს გველეშაპი და წმინდა იესო ქრისტემ გაიმარჯვა ბოროტებაზე. ეს არის ჩვენი სიმბოლო და ტიპი. სად რა ურჩხულს დაძდევენ და რას, ესე იგი, ამიტომ როგორ გითხრა, საქართველო არის თითქოს რაღაც ჩაჭედილი ამ რაღაც შუა საუკუნებრივ ჯადოში. და ეს ჯადო უნდა დაიმსხვრეს იესოს სახელით. ეს ჯადო უნდა დაიმსხვრეს. და ამათ გონიათ რომ ეს წმინდა გიორგი არის ქართველი ვიღაცა, აი შეხედეთ აგერ ესე იგი მასაც აქვს, ყველას აქვს, ეგ ბერძნებსაც აქვს, რუსებსაც აქვს, ტანკზე აქვს მიკრული და შემოდიან შენ ქვეყანაში და გაწიოკებენ და წინ წმინდა გიორგი მოუძღვრე. როგორ უნდა მიხვდე, რომ არც ქართული არის და არც გამარჯვების არ არის. ეს სულიერი ბრძოლა არის, ადამიანები ესე იგი უმეცრებით იღუპება ჩემი ორი, დაბრმავებულები არიან, ვეღარ ხედავენ ვერაფერს. და ჩვენ როდესაც ამას ყველაფერს ხედავთ და თავზევი ძალა არ არის თითქოს აი შენიანიც კი არ გიდგას გვერდში რომ ეს ჯადო დაამარცხო, ისიც ესე იგი ამ ჯადოს რაღაცად მოუქონავს თავს, გვერდიდან მოუვლის და თვითონაც იგივე ხდება. არა ჩემო მეგობრებო, თითქოს შეიძლება ცოტანი ვიყოთ, მაგრამ ჯობია თქვა რა არის ჯადო, რომ ის ჯადო დაამარცხო დიდება იესოს. ამიტომ ტრიალებს საქართველო ერთ და იგივე წრეზე, ტრიალებს და ტრიალებს, რასაც ებრძვიან, იცით, იგივე იარაღით ებრძვიან. მტერსაც ის იარაღი აქვს და შენც ის იარაღი გაქვს. როგორ მოუგებ მას, შენ უფრო ძლიერი იარაღი გჭირდება, რომ ის დაამარცხო. წმინდა გიორგით ვერ დაამარცხებ. ის იესო ქრისტეთი შეგიძლია დაამარცხო.
თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო არის იესო და არავინ სხვა. თუ სხვა ვინმე მოყავს გამარჯვებით სიმბოლოდ, მაშინ არავით არის სარგებელი არ გექნება იესოსაგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს.